საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანრი ოხანაშვილისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. პარლამენტში დაიწყება ახალი ხელმძღვანელის არჩევის პროცედურა. პრემიერმა პარლამენტს მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარუდგინა. სოფო ბერიძე მუშაობს თემაზე და პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში გვერდდება. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ახლა ბიუროს ხდომას გადაეცემა. ბიურო პარლამენტში დაახლოებით 1 საათში გაიმართება და ამის შემდეგ უკვე დაიწყება სუსის ახალი უფროსის არჩევის პროცედურები. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხდომაზე მოусმენენ მამუკა მდინარაძეს და სწორედ ბიუროს ხდომაზე დიდი ალბათობით დაზუსტდება, როდის გაიმართება შესაბამისი კომიტეტი. ამის შემდეგ კი საბოლოო გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა პარლამენტის პლენარულის ხდომა მიიღებს. მანამდე მმართველი პარტიის წევრები, ისევე როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, საუბრობს იმის შესახებ, რომ წლების განმავლობაში მდინარაძემ დიდი პროფესიული და პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა. ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ მამუკა მდინარაძე გამოირჩევა განსაკუთრებული პატრიოტიზმით, ამ და სხვა მიზეზების გამო კი ქართული ოცნება, ისევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი იქნება გამორჩეულად წარმატებული. მნიშვნელოვანია ის დიდი გამოცდილება, რომელიც ბატონ ანრი ოხანაშვილს დაუგროვდა ამ თვალსაზრისით და პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში ანალიტიკური საკითხები, რომელზედაც იქნება მისი საკურატორო სფეროები, უკიდურესად მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და თავდაცუნარიანობისთვის. მეორე მხრივ, ბატონ მამუკას როგორც წვრიან წარდგენა არ ჭირდება, ის არის გამორჩეული ლიდერი ქართული ოცნების, წლების განმავლობაში იკავებდა ფრაქციის ხელმძღვანელის, უმრავლესობის ლიდერის მაღალ თანამდებობებს და მისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება, ისე როგორც ქვეყნის უსაფრთხოების საკითხში. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, მას წარმატებები გვინდა უსურვოთ, მას აქვს სრული მხარდაჭერა, გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი იმის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ქვეყნის უსაფრთხოება. მამუკა მდინარაძე არის მოგეხსენებათ კანდიდატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის. ეს არის გამორჩეული უნარების მქონე, ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ასევე კანდიდატი, რომელსაც როგორც კერძო, ისე საჯარო, ისე პარლამენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ისტორიაში მისი მუშაობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული. მადლობა ანრი ოხანაშვილს, რომელმაც არაერთ პოსტზე და მათ შორის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე თავი გამოიჩინა, როგორც ქართველმა ადამიანმა, პროფესიონალმა და ასე შემდგომ. დარწმუნებული ვარ, ამის შემდგომაც იგივე შემართებით გააგრძელებს. რაც შეეხება მამუკა მდინარაძეს, აქ საქმე გვაქვს პროფესიონალ ადამიანთან, ქართველ ადამიანთან, მენტალურად ქართველ ადამიანთან, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იქნება ის ადამიანი, რომელიცაც აქვს გამოცდილება, პოლიტიკურიც, მენეჯერულიც, ხედვა, რაც მთავარია სახელმწიფოებრივი, ქართული სახელმწიფო მიიღებს ძალიან სწორ კადრს აი ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე. როგორც უკვე გითხარით, დაახლოებით 1 საათში გაიმართება პარლამენტის ბიუროს ხდომა, სადაც დიდი ალბათობით დაზუსტდება სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის არჩევის პროცედურები. რეგლამენტის შესაბამისად უნდა ჩაინიშნოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხდომა. დეპუტატების წინაშე უნდა წარსდგეს სწორედ კანდიდატი მამუკა მდინარაძე. ამის შემდეგ კი პროცედურამ უნდა გადაინაცვლოს პარლამენტის პლენარულს ხდომაზე. კანონის შესაბამისად პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს 6 წლის ვადით ირჩევს. პარლამენტიდან სოფო ბერიძე საუბრობდა.